მოგესალმებით, დღეს პარასკევია და პალიტრატივის ეთერშია ძალიან მხიარული სახალისო გასართობის შოუ მიმიხვდი. ჩვენ დავასრულეთ მეორე სეზონის გამარჯვებულები გახდნენ მსახიობები გვანცა გიორგობიანი და ჯანო იზორია და მათ გადავეცით ძალიან კარგი პრიზი. ორკაციანი დაუვიწყარი მოგზაურობა და იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანები კარგად დაისვენებენ და სასიამოვნოდ გაატარებენ დროს. ჩვენ კი რა თქმა უნდა დავიწყოთ მესამე სეზონი, რომელიც კიდევ უფრო სახალისო იქნება, განახლებული და საინტერესო თქვენთვის, ასე რომ მოდით შემოგვიერთდით, აირჩიეთ თქვენი ფავორიტი წყვილი და უგულშემატკივრეთ მათ თამაშის ბოლომდე. ისევე როგორც ყოველთვის, ამჯერადაც დღეს გამარჯვებული გადავა ნახევარფინალში და ამ წყვილსაც მიეცემა შანსი იმისა, რომ მშვენიერი პრიზი დაიმსახუროს ჩვენგან და რაც თავია დაიმსახუროს ყველაზე მიხვედრილი წყვილის სტატუსი. მოდით ბევრს აღარ ვილაპარაკებ, გადავიდეთ თამაშზე და თავდაპირველად გავისმოთ ჩვენი დღევანდელი მოთამაშეები და გავიგოთ დღეს ვინ უპირისპირდება ერთმანეთს ყველაზე მიხვედრილი სტატუსისთვის. ჩვენი დღევანდელი წყვილები არიან ამიკო ჩოხარაძე და თაკო აბაშიძე. მათ კონკურენციას ზურა მანჯავიძე და ნინო ახობაძე გაუწევენ. და ჩვენი მესამე წყვილი გიორგი ყიფშიძე და ანრი ბიბინიშვილი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ იმისთვის, რომ მიიღებთ მონაწილეობას ჩვენს თამაშში, რომელიც თავდაპირველად გეტყვით, რომ არის ძალიან სახალისო, რაც თორე აზარტული და ჩაერთვებით თავიდან ბოლომდე დარწმუნებული ვარ თამაში და პრინციპში მარტივი წესებს აგიხსნით დეტალურად და დავიწყოთ კიდეც თამაში. ჩვენი თამაში შედგება 3 ტურისგან და პირველი ტური როგორც წესი ძალიან უმარტივდებათ ხოლმე ჩვენს მოთამაშეებს და ეხმარებათ მეტი ქულის დაგროვებაში. აი ეს არის ჯადოსნური კალათი, საიდანაც რაც შეიძლება სწრაფად 2 წუთის მანძილზე უნდა ამოიღოთ ფურცლები, წაიკითხოთ პიროვნების სახელი და გვარი და თქვენს მეწყვილეთ გაუმარტივოთ ამ პიროვნების გამოცნობა. თუ არის მომღერალი, წაუღიღინეთ მისი სიმღერა, თუ მსახიობია სად ითამაშა, რა ითამაშა, ფილმი ახსენეთ, პოლიტიკოსი თუა, ასე შემდეგ. თავარია სახელი და გვარი არ თქვათ, დანარჩენი ამ პიროვნებასთან დაკავშირებული რაც თავში აზრად მოგივათ, გამოიყენეთ ყველაფერი, ოღონდ აუცილებლად უნდა იყოს არსებული სიტყვა იმ შემთხვევაში თუ კი შეიძლება გამოვიყენოთ. ნუ პირველ ტურში სასურველი არ არის, იმიტომ რომ მესამეში დაგჭირდება, მაგრამ აუცილებლად თუ დაგჭირდება და საჭიროება მოითხოვს, შეგიძლიათ რომ პირველ ტურშიც გამოიყენოთ. თუ არ იცით ვინ არის მოხდა სასწაული, მაშინ შეგიძლიათ სახელი და გვარი მიამსგავსოთ რაიმე არსებულ სიტყვას და ასოციაციურად აუხსნათ თქვენს მეწყვილეს. ჩემ შემთხვევაში სასწაულები ხშირად ხდება ხოლმე. კარგი, ნახოთ. ჩემშიც რაღაცა გიგო. საერთოდ ყველა სასწაული შევიკლიპეთ ბატონო. მე საერთოდ ხომ მოძრავი სასწაული ვარ. არა, დარწმუნებული ვარ, ძალიან გაგიმარტივდება. კარგად მოძრავი სასწაული. კარგად მოძრავი. დანაკლად მიშქელი. კარგი, თაკო, ხარ აზარტული საერთოდ? იცი რა, აი ჩემნაირი აქტიური ადამიანი აზარტული რო არ იყოს, ძალიან უცნაური იქნება, მაგრამ მე იმდენად ცუდად ვიმახსოვრებ სახელებს და გვარებს, რომ აი რაღაც რო დამჭირდა, შეიძლება ბონდო დაგიძახულცებ და არ გაგიკვირდეს. ამიტომ დაიწყო თავის ვარდლება. მეც მასივარ ასე რომ ყველა მიცნობს, ამას არასდროს გავუკვირდება. ბონდოს არ დაუძახე. ამიკო, შენ თუ გითამაშია რამე მსგავსი თამაში? არა, ბავშვობაში კი. ნამიოკობანა დაახლოებით. გიორგი, შენ რა სიტყვი? მე იცი რას ვიტყვი? წეღარ ოთქიო თქვენ კონკურენციას გაგიწევენ და ჩვენზე რა და ასევე ითამაშებენ გიორგი და აი არ მომეწევ. არა ეს იგულისხმებოდა თავის მოსილობას მიიღებენ სათვალოს სიტუაცია. ამიტომ ნახევარფინალის საგზური კარგი, მაშინ მოდი ვითამაშოთ, დავიწყოთ და ვნახოთ ვინ აღმოჩნდება ყველაზე ძლიერი კონკურენტი და ყველაზე მიხვედრილი წყვილი. მოკლედ, პირველი ტურის წესები უკვე კარგად იცით. გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ ყველაზე ახლოს ხართ ჩემთან, მოდით თქვენ დაიწყეთ თამაში. რატო ჩამაკეთე? ახლობლები ხართ უფრო და კარგი, აბა რომელი დაიწყებს ახსნას და რომელი რა თქმა უნდა ქალბატონი. კარგი, თაკო, მოდი. ასისულელია. როგორ მაკადრებდა ეხლა? თაკო, ესე იგი 2 წუთია შენს განკარგულებაში. წამზომი ჩაირთო? წამზომი ჯერ არ ჩართულა, თითო სწორი პასუხი არის, თითო ქულის მომტანი. სახელს და გვარს არ ვამბობთ, დანარჩენს ვამბობთ, რაც თავში აზრად მოგვივა. ამიტომ აღაქვნა. აბა თქვენ იცით და წამზომი ჩაირთო, დაიწყე. აუ, აბა? ეს უკვე დაიწყო. პოლიტიკოსია. აი მან დამერხა. იცი რა, სარი. სარიშვილი. დიახ. გავაგზავნეთ. არსებული სიტყვა იყო და სწორია. მომღერალია იგლასიასი, თუ ვიღაცები ეს მამაშვილი რო იყავს ჩამოსულები, იმასთან ერთად რომ იმღერა. წითელი კაბარო ეცვა. ვაიმე. შეგიძლია უთხრა ქართველია თუ არ არის ქართველი? ვაიმე, ბათუმს ქათქათას თუ რაღაცას უკეთ არა? ამერის მაგას. ფორნიჟარაზე? დიახ. გავაგზავნეთ. არ მიხარ რაღაცა. მიმინო არა, გაგანა. მიმინო. ბურთი. ბურთი?
ვაიმე დედა. ეს ასოციაციურად ამ მსგავსებს. კიკაბიძე. ხო? ბურთი. ეს არის ადამიანობა ძალიან ბევრი სიკეთე გააკეთა და მამა. დევი? როგორ? დევი? არსებული სიტყვა თაკო? დევი. ან გაგზელი ახსნა. ტერორი. რაიო? ეს მიბსგავსებული. აი ეს მიბსგავსებული. დევი ტერორი. ორივე სიტყვა არის არსებული. შესაბამისად თითქლება და ვაგრძელებ. არ ვიცი. არა. არა. არა, არ ვიცი, არ შეიძლება. მიდი. ბევრი სიკეთე გააკეთა. ხო. ადამიანი ქალია. აჰა. დევნა? მიდი. მთავრდება. ჰა, დევნა. ქალი დევნა. შენ არ გინდა რომ ამიხსნა ეხლა. კარგი, გავიდა დრო. ეს არ თქვა, ვინ იყო და ჩააბრუნე, არ თქვა და ჩააბრუნე, იმიტომ რომ შეიძლება სხვა წყულსაც ამოვიდეს. ჩვენი არის ნუ აი ესე უცბად თვალსა და ხელშუა გაირბინა ორმა წუთმა. კი, ეხა ზურა, კი, თქვენ ხართ ნამდვილად, ანუ მიხვდით რაც ხდება და როგორ ხდება. იმნა მაინტერესებს. ზურა და ნინო დაიწყებენ გულაც გამსწრებია. სიჩუმე, მიხვდი? სიჩუმე. დავიწყოთ? არა, უშავს სიჩუმე და მოდით მივცეთ ზურას ახსნის საშუალება, ასევე 2 წუთი და წამზომი ჩაირთო. პატარა გივი ბერიკაშვილი? ზურა ბერიკაშვილი? არა. ლონდრე? ხო, აი ლონდრე. კახი კავსაძე, იუმორინა, წამყვანი მსახიობი. მოიცა კახი კავსაძე, იუმორინა. კახი კავსაძესთან ერთად ვინ არის ხოლმე იუმორინაზე წამყვანი? ხო, გივი ბერიკაშვილი. ბოდი პირიქით, გივი ბერიკაშვილი. ნუ ახლა გამომდინარე იქიდან რომ არის მესამე სეზონის პირველი გადაცემა და პირველი ტური და ჯერ კარგად ვერ გაირკვენ ჩვენი მოთამაშეები რა ხდება და როგორ ხდება. ცოტა დაიბნა ზურა, მაგრამ არა უშავს 30 წამს მოგაკლებთ თუ წინააღმდეგი არ იქნებით და თავიდან დაიწყეთ ახლა. დავიწყო? დრო წავიდა. აუ. ისა პრეზიდენტის როლის შემსრულებელი ჩვენი პრეზიდენტის ამერიკელი მსახიობი. ძალიან სიმპათიური. ერთი სიტყვა მითხარი მიბსგავსებული და ვიცი. ედმუნდი. გარსი. ხო, ენდი გარსია. კი ბატონო, არსებული სიტყვა იყო ორივე, გავაგრძელეთ. ხო, კუბელი რევოლუციონერი. ფიდელ კასტრო? მეორე. კუბელი კი არგენტინი, ნუ კუბაში იყო, ხო, სიგარა უყვარდა ძალიან და ესეთი. მიბსგავსებული მითხარი? ჩენტო. ავარა. არსებული სიტყვა, უცილებლად კი ბატონო. შეჩემა შეიძლება. შეგევარა. შეგევარა. ზარახოს იყო შეჩემა. ნინო რამიშვილი და ილიკო სუფიშვილი. კი ბატონო. ვინმე? ამოვიდათ ამ ეს არა ქვია ქვინი ანსამბლი და მის კი ბატონო. მხატვარი ქართველი კოლორიტი არა ეს არა ქვია ჩვენი ქართველი თვითნაბადი კაცი ფიროსმანი კი ბატონო. აღარ გევიდა ის 2 წუთი კაცი. და ისა ეს არა ქვია პარლამენტის თავმჯდომარე. უსუფაშვილი. კი ბატონო. იგი არის კარგი, გავიდა უკვე დრო და გადავიდეთ ანდრის და გიორგის წყვილს. ხებშო, აბა შენიც. აბა თქვენიც. აბა შენიც, ახლა. და წამზომი ჩაირთო. დავიდა. ბინაგი. ისა რა ქვია? დედა ჩემი სიკვდილი. ისა ის მაგარი. მეცარა ვთქვი რას მეუბნები? ვაიმე. ეხლა ამისი პლუსია უთხარი ქალია, კაცია. მომღერალია, ქალია, ძალიან მაგარი მომღერალი, სულიკოს ყველაზე ცნობილი შემსრულებელი, ძალიან მაგარი ქალი. ბიჭო, უცბად მე ამიშვილი ნინოს მოსახელია. მაგარი მომღერალია ძალიან. წაუმღერე კიდე რამე სიმღერა. საყვარლისა ფავს ვეძებდი. დამავიწყდა. გვარი ქათამი ასოციაცია. ქათამი.
ქათამაზე. ო მე ახსენ თქვი მე მე ბიჭო ბათუმელი გეს დავით აბარეთ ბათუმელი ვერ მითუნაც აგერა. დედა ჩემი სიკვდილი, იგი რა ქვია? ტიტანიკის თავარი ბიჭი. დეკაპრიო. აბარა. აჩა, წავედი. აბარა იგი ვინა? აბა მითხარი. დოსი, ესე იგი, ყველაზე მაგარი პლასტიკური ქირურგი ვინც არის, ვინც ხად უძუებს აჭრის და ასე შემდეგ. ჩვენი კაცო. კაცი და ქალი რო ხტები და რა ქვია? იგი ქვია. კუზიანი. აბარა. მიშველი, არ იქ მიშველი, არ იქ. იგი რა არის? დედა ქართული ზღაპარი რომ თლის და აწყობს საცხაჭერში. ვინა? კომლე. მაგია მიშველი. აგი ვინა? დედა ჩემი სიკვდილი, ლუი დე ფინესთან ერთად თამაშობს, ცნობილი ფილმია, ბოლოს მიფრინავს საცხა. მოკლედ ვის გავს? მიამსგავს ეხა სიტყვა რამე ასოციაცია. მეც მგავს აგე რა. მოკლედ. დეფინიში. ფანტასტიკა. ფანტომასი. ბიჭო, სათხა მიფრინავს, ბეჭი კოსმონავტია. აბა რა ვიცი, ეს ვინა? დედა. აბა. მოკლედ, მაგარი მომღერალია, ისეთი არა რიჰანა, არამედ ბიონსე. აბა რა. არა, ბეჭარი. კარგი, აგაგზელებ? კარგი, გავიდა დრო. ეხლა მომისე ძალიან ბევრ სიტყვებს ხმარობ უაზრო. ვიბრევი და რაიმე ჩემი სიტყვი, დედო. არა, საჭიროა ყველაზე. არც გული მაგარი მომარტაზე. უნდა დამშვიდი. მოჩადე საგულესა მოჩადე. კი ბატონო. ქათამი რო არ მეტყო ვერ ეუნებოდა. მე ესე იგი, ფაქტობრივად პირველი ტურის ნახევარი გავლიეთ და სანამ შეიძლება როლები და თქვენ იქნებით ამჯერად ამხსნელები, შეგიძლიათ რაღაც რეკომენდაციების სახით გაუცვალოთ ერთმანეთს, რჩევები მისცეთ და ასე შემდეგ. მოდი, თქვენგან დავიწყოთ. ეს ადამიანების პრინციპი რა არისო, ცდილობდნენ რაც შეიძლება ცოტა სიტყვა გამოვიცნოთ. ანუ გამარჯვებული ამ შემთხვევაში ვინ იქნება? გამარჯვებული იქნება ამ შემთხვევაში ის, ვისაც მეტი სიტყვა იქნება გამოცნებული და მეტი ქულა შესაბამისად. ხო, შესაბამისად ეხა მე უნდა ვეცადო, მე უნდა ვეცადო რომ აუხსნა რა თქმა უნდა, ეხა ესეთი დამპალიც არ ვიქნები. მაგრამ რაც ცოტა სიტყვას გამოიცნობენ, შესაბამისად მე უფრო ისინი ცოტას გამოიცნობენ. არა, ისინი ცოტას გამოიცნობენ. მხოლოდ მე. ვინც გამოიცნო მეტი სიტყვა ის იგებს? ხო. რა თქმა უნდა. ხო, შესაბამისად არ მაგასაო ხო, ეს ადამიანი ცდილობდა რომ მე ცოტა სიტყვა გამომეცნო. ჩემი მეწყვილებაში არ გავეხვევი. ანრი, წყვილში განხეთ კილება ჩვენ გვაწყობს. ანრი ბათუმელი ალალია ვერ მიხვდა და ბევრი არის. იმიტომ კონკურენტად არ ჩავთვალე. ამაშია სა. სვით როლებს, როგორც იცით, ეს ფლანგი იქნება ამხსნელი თქვენ გამოიცნოთ, პრინციპი იგივეა, ისევ პირველ ტურში ვრჩებით. ამიკო, აბა შეიძლება რაც შეიძლება მეტი სიტყვა გამოვაცნობინეთ აკოს. 2 წუთი და წამზომი ჩაირთო. ვაიმე დედა. ისა რა ქვია, კუნძულზე მარტო ადამიანი კრუიზი. რობიზო კრუზო. გავაგრძელეთ. ხო, ესა ხუჭუშთმიანი ფრანგი ადამიანი მსახიობი კომედიური სათამაშო. ისა, ვაიმე, გახოთა მე ამსგავს ახლა. არსებული სიტყვით ვიცი, მე ამსგავს ერთი წუთი გეტყვი ხარ. სახელმწიფო გორისო. ვიცი თქო, მე ამსგავს. მე იქიქრე მე ნუ მის. მე ამსგავსე. არსებული სიტყვა. რუსული სიტყვა შეიძლება რა თქვა? არსებული სიტყვა ქართული. ნახე რა, ვაიმე, აკა. არა, ფრანგი. ხო, ვიცი არის. ვიცი. კარგი, როგორ გითხრა? კარგი, მე ვამსგავს. შენ მიამსგავსე მე ვიყრე. ერთი ასოციაცია გვაქვს პირი და აბა გვარს იქნებ რამე მოუფიქრო. ვაიმე. გავიდა კრიშნა არასწორია, მაგრამ ასოები არის შიგნით ეგ. არა, აი თავს დავარყავ კედელს. როგორ არის ეგ სახიობი? რა ვიცი. როგორ არ ვიცი, ვერ მიხსენებ სახელს და გვარს. ვაიმე, პირი. და აბა გავაგრძელე. მოდი შინო ვერ გავიხსენებ სახელს. არა, ბონდიშელი ეგეთქვა. კერძმოტიტულებული ქართველი მომღერალი ძალიან ბევრი სამკაულებით ბიჟუტერია. გია სურამო. რა თქმა უნდა. так, წავიდა შემდეგი. ეს ადგილი თავიდან გადავიყოთ. ისა რა ქვია? შვილი მომღერალი ადამიანის თავის დროზე მღეროდა პოლიტიკაში არის, პარლამენტში არის. სიმღერა მიმღერე. ჰაუ. აბა რა. ხუთი მარჩელო. მარჩელო ისა. მე ასგავს ახლა გეტყვი. ბონდო. კიდე მაგის ის გაქვს ნანახი. მე რა მაქვს ანახი შენ თუ გაქვს. ტელევიზორში რა კლიპი. ტელევიზორი გეცადე. თქვი. ვაი, მე ასგავს ერთი. არსებული სიტყვა ძალიან სწრაფად თორე 10 წამი დაგრჩა. ნუგზარ ჯაფარიძე ჩემი მეზობელია. ერგებლიძე. არა, სახელი თქვა და ეს სამწუხაროდ არ იქნება. არ ჩაიქო. სახელი თქვის უფლება.
აუცილებელია მეორე ადამიანი ცნობილი იყოს? ხო შეიძლება სახელი თქვა? ხო, მაგრამ სახელი არ თქვა, უნდა თქვა რომ იმის მოსახელე მაინც. მაშინ დოდო ერგემლიძე. უშუალოდ სახელი არ თქვა, კომერციის სახში. კარგი, ნინოს და ზურას ზიჩუმე გავაგრძელოთ პირველ ტურში ვრჩებით და ზურა და ნინო იწყებენ ახლა თამაშს, ოღონდ ამიტომ ნინო სარაქვია და რაღაცები არ გიდო. 2 წუთი თქვენს განკარგულებაში და წამზომი ჩაირთო. მსახიობია ქალი იტალიელი, მონაკო და არსებული სიტყვა? ხო, მონაკო, ანუ ულამაზესი ქალია იტალიელი ეს მონიკა ბელუჩი. აჰა, გავაგრძელეთ. ებიჯო თქვი. ეს არა ქვია. ადამიანი საუკუნეების იქით, რომელიც ყველას ეხმარებოდა, ღარიბს აძლევდა, დიდებს ართმევდა ქართველი. არსენა. ხო. ოძელაშვილი ხო? არა, ოძელაშვილი არა. ოძელაშვილი. ხსენი? ხო, არსენა არ არის კაცო. ხო, არის. არა, გვარი. გვარი სხვა არის. ოღონდ სხვა აქ გვარი. გვარი თქვი სხვა არსენათი არის ცნობილი და ეხლა. კაი, გვარს მიამსგავს. მარაბდა. მარაბდე. მე ოძელაშვილი იყო, მარაბდელი წარმოშობით იყო, ეს ქულები დავიმატე. სერია იმაზე. კაი, იგივე იყო და გავაგრძელოთ, ქულებს დავიმატე. უიმე ეს არა ქვია. ქალი, მსახიობი, წარბების კორექცია შემოვიტანა, ამერიკაში წავიდა მსახიობი, ქართველი ქალი. ეს არა ქვია, გათხოვილი იყო უცხოელზე. ქალი ქართველიც იყო. ყვავილია ია. ყვავილია? ია ფარულავა. დიახ. მე რა სანერვიული ვარ, აუბედურებ. მე ვიყო. შენი. ეს არა ქვია, მულტფილმის სერიალია, რუსთავი 2-ზე გადის. პოლიტიკოსია, ქალაქის მე ვიყო, მე ისა და ნარმანია. გავაგრძელეთ. მე ვიყო. ისა კომიკოსი, ქართველი მსახიობი, გარდაცვლილია. პანაშვიძე რო შედიოდა, ხო, ამბავი იყო. ისა მეგრელი, ისა გიგა ლორთქიფანიძე, ფილმი. დათა თუთაშხია. და დროც გავიდა, ძალიან კარგი შედეგი. გიორგი მზად ხარ? 2 წუთი და წამზომი ჩაირთო. პირველ არხზე წამყვანი ცნობილი პირველ არხზე რომეო და ჯულიეტა ვაშაყმაძე კაცო. ხო. მე მბირდი პირველი ჟურნალისტი გეთქვა. მაცადე ერთი წამი კაცო. ხარი. ჩვენი მსახიობი, პოეტი გარდაიცვალა ეხლა ხანს. ნიკო გომელაური. კარგი თამოდა მსახიობი. ეხა მამისამენა და ბეჭო მხარების თამაში. გივის ხარულიძე კაცო. 25 გეთქვა და მივხვდებოდი. ჩვენი თეატრის სახელობის, მის სახელობისა, ბიჭო. მიშა. გვარი. თუმარიშვილი კაცო, ჩვენი ვუიმე. ხო. ჩემი რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი. ნიკა გვარამია. ამათ ყველა ვინ აშენა საქართველოს? აღმაშენებელმა დავითმა კაცო, რას ქვია ვინ აშენა? მომღერალი აი ეს რო თქვი შენქლა და ოღონდ აი ესე რო ცეკოს, აი ესე რო ცეკოს ცოტა ბიონსე. არა, მეორე. რიჰანა. არა, კიდე ერთი აი ჯენიფერ ლოპეზი. არა, ერთი სახელი, ჰა? შაკირა. ხო. დაგები ჩამოგვარი კაცო. მომისმინე? კარატისტი რო არის. მომისმინე ისი რომელი? მარტო გელი რო არის, გელი, წვერებიანი რო არის. ჩაკ ნორისი, ხო. მომღერალი ფანტასტიკური სათვალეებიანი ნიუ-იორკზე რო უბერავს. ნიუ-იორკზე. ცოცხალია? აბა რა კაცო. ვინა? ისა. ასოციაცია. სტიგმატი. სტინგი. ხო. ვი გაგახრა, მე მიცები დავუმატეთ. აბა იქნებ მოვაჭრე. მოსახვევში მომღერალი ოპერის. ბაბარდი. ხო. ძალიან კარგია და დროც პრინციპში გავიდა. მშვენიერი. არ მეტევა რაღაცა. არა, რა კარგი. დიდი მადლობა. ჯერ ყველაფერი წინ არის, ხალისიანად და მხიარულად მივუახლოვდა პირველი ტური დასასრულს და მოდით ვნახოთ რა ხდება პირველი ტურის მონაცემები და ვინ ლიდერობს ამ დროისთვის. პირველი ტურის შედეგად 16 ქულით ლიდერობენ გიორგი და ანრი. მადლობა.
13 ქულით მათ მოყვებიან ზურა და ნინო. ჯერჯერობით 6 ქულა აქვს ამიკოს დაცად. გასი უყვებიან არა. როგორ გეკადრებათ პირიქით, ყველაფერი არის წინ, ეს იყო მოთელოა, ესე ვთქვათ და მხოლოდ ანუ გვაჩვენეთ ეს სისტემა. მოთელოა იყო რა დამღალები. როგორც წესი, მეორე და მესამე ტურით შვიდ ხოლმე ყველაფერს, თუმცა სანამ შემდეგ ტურს დავიწყებდეთ, მე თქვენთან ერთი შეთავაზება მაქვს პრინციპში. მეორე ტურში ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დაგვემატებინა სიახლე და თქვენ სიტყვები არა აგეხსნათ, არამედ დაგეხატათ და ხატვით დაგეხსნათ ერთმანეთისთვის, მაგრამ გვაქვს კიდევ ერთი ალტერნატივა. თუ კი სურვილი გაგიჩნდებათ, ანუ თქვენზე მოგვინდვია არჩევანი, რომელს აირჩევთ, შეგვიძლია ჩვენ ჩაგაცვათ ხალათი, გაგიკეთოთ ყურსასმენი ერთს და მეორეს მოგცეთ შესაძლებლობა, რომ აუხსნათ, ესე იგი, სიტყვის წარმოთქმით. ეხლა მივიღოთ გადაწყვეტილება და ანუ ყურსასმენში ერთი მოისმენთ მაღალ ხმაზე სიმღერას და მეორე უნდა მიახოდოს სიტყვას არტიკულაცია და ჟესტიკულაცია. დაგასვენთო. შენ მარტო უნდა ჟესტიკულაცია უნდა მიახვედრო ყურსასმენში. მოკლედ, თქვენთვის მოგვინდვია არჩევანი, ხატვა გირჩევნიათ? არა, მე დებილი ვარ ხატვაში. ხატვაში ჩვენ რაღაცა ვერ არის. ხატვაში როგორ არის? მამეთ ხატვით აგია. კარგი, მოკლედ, ჩვენი წყვილები მოიფიქრებენ, მანამდე რეკლამაზე გავიდეთ და ნახოთ მოკლედ ყურსასმენებით დავბრუნდებით თუ ხატვით. ჩვენ რეკლამის შემდეგ ვუბრუნდებით პალიტრატივის ეთერს და ვაგრძელებთ გასართობ შოუს მიმიხვდი. პირველი ტური დავასრულეთ და მოდით კიდევ ერთხელ გადავულოთ თვალი შედეგებს და ვნახოთ ვინ ლიდერობს ამ დროისთვის. 16 ქულით ამ ეტაპზე ლიდერობენ გიორგი და ანრი. 13 ქულით მეორე ადგილზე არიან ზურა და ნინო. და ჯერჯერობით 6 ქულა აქვს თაკოს და ამიკოს, თუმცა ყველაფერი არის წინ. ჩვენი შემდეგი ტური არის კიდევ უფრო საინტერესო და სახალისო და დარწმუნებული ვარ, რომ მშვენივრად გაართმევთ თავს. ის პიროვნებები, რომელიც ჩვენ პირველ ტურში ავხსენით და გამოვიცანით, იმედი მაქვს გვახსოვს, იმიტომ რომ აუცილებელია რომ გვახსოვდეს, რადგან ჩვენ უკან კალათში ჩავაბრუნეთ ეს ყველა ახსნილი და გამოცნობილი პიროვნება და ამჯერად თქვენს მეწყვილეს ეს ყველაფერი უნდა აუხსნათ უხმოდ, ანუ ცოტა ხნით უნდა დამუნჯდეთ. ბოდიში გმირვა შეიძლება? კი, ეგ შეიძლება. თავარია არავითარ შემთხვევაში არ ამოვიღოთ ხმა. შეგიძლიათ ხელები, ფეხები იცეკვოთ, მოკლედ, რაც გინდათ გამოიყენეთ ყველაფერი თუ რამე აქ დეკორაცია მოგეწონათ, ესეც შეიძლება გამოიყენოთ, მაგრამ თავარია არავითარ შემთხვევაში არ ამოიღოთ ხმა. ერთმანეთი შეიძლება გამოვიყენოთ? ერთმანეთი შეგვიძლია გამოვიყენოთ. პლუსი ამ ტურის არის ის, რომ თქვენს მეწყვილეს ახსნის, რომ შეუძლია კითხოს, ქალია, კაცია, ქართველია, მსახიობია. ანუ ერთი იღებს ხმას, კი, ერთი იღებს ხმას და შენ დაეთანხმები, რომ ან ქალია, ან არ არის ქალი და ასე შემდეგ. ანუ ეს გაგიმარტივებთ უფრო ახსნასაც და გამოცნობასაც. 2 წუთია თქვენს განკარგულებაში, მაგრამ ამჯერად ერთი გამოცნობილი პასუხი უკვე 2 ქულის მომტანი იქნება თქვენთვის და არა ერთის. გამომდინარე იქიდან, რომ ლიდერი წყვილი არის ანრი და გიორგი, თქვენ უნდა დაიწყოთ ეს ტური და გიორგი, მოდი, გამოდი წინ და შეეცადე რომ გამოდი წინ ასე რომ მე უხსნი შენ მუნჯურად. უხსნი მუნჯურად ანრის თავდაპირველად და მე ან დაგიჭერმე თუ გინდა რომ გაგიმარტო. კი ბატონო. წამზომი ჩაირთო. შენ კითხია. ფატომას. აჩა. ქალია? აბა კითხე რაც დაგაინტერესებს ანრი. რა? ქალია. კევიგე. ჰავს თუ ხით. ვემედეთ. სარიშვილი ჭანტური. ხოჭა. თვალებიგე. რა? უტვერი, კაცია. ჩაკნორის. აჩა. ბინა. რა? ნინო ქათამაძე. არა. კაცია. ბუბაკი კაბიძე არა. არა. ქაკ. ხათამია კაცმაი. მიმინო აბა. უიმე დედა. კითხე შენ რაღაცა კაცია ხო? მომღერალი ქართველია? ქართველია? გია სურამელაშვილი. არა. მეორე? დევიდი კაცმარა. აი ეს მიხვდი, ეს რა არის შენი აზრით, რას გიხსნის? ეს რა სიკვდილე. სან მაგარ.
მიდი ანდრი, მიდი კითხე რამე. ესე იგი, ვიცით რომ კაცია, მომღერალია და ქართველია. ვინ ამბობდა ვამპირი კაცი? კარგი, დროც გავიდა, მაგრამ მაინც ძალიან კარგი შედეგი. არ შეიძლება. არ თქვა ვინ იყო, არა. ნინო, გამოდი, ამჯერად შენი დროა. მაშასე ამჯერად ნინო და ზურა იწყებენ თამაშს. ნინო ახსნის მუნჯურად და ზურა შეეცდება გამოიცნოს. წამზომი ჩაირთო 2 წუთი. გადავი. გაიწოდო უფრო კარგად არის. ხალია თუ კაცი? არა, კითხე. ხალია? კაცი. აბა წერალია თუ რეჟისორია? ეს ოპერატორია ტელევიზია. ეს რა არის? აბა ვკითხოთ ქართველია. ქართველია, მივხვდი. აქ ანუ ტელევიზიასთან აქვს კავშირი, წამყვანია. ეს რა არის? თავრობაშია? პირველი. ვერ გავიგე. სხვა რა ბექენი? ესე იგი, ვიცით რომ არის კაცი, ქართველი და ტელევიზიასთან აქვს კავშირი. პირველ არხზე მუშაობს, არა? პირველ არხზე მუშაობს. არხი რუსთავიში მუშაობს. ნიკა გვარამია. გავაქცელეთ. რუსთავი ვერ დამღუპავს მე მიდი. მე კაცია ხო? მოცურავე. მოცურავე არ არის. ძალიან კარგად ხდის სხვათა შორის ნინო. მარტო რა? ეგ ხაღალდი მომესი არ წაიგითხოს მაგრამ. ხო, ხაღალდი გადავი. ეს მარტო ხო ეს მარტო კი მარა რა, სახიობია თუ მე კაცია. მოცურავე. ეს რა არის მოცურავე? აბა სვავს. აბა რა შეიძლება? მიდი ნინო ჯერ. საკეთებს თუნდაც ვარ. სამაგრად. კარგი, როსთან წუხა რა. აი, ამიგო, მზად ხარ? 2 წუთი, თითოეულში 2 ქულა. წამზომი ჩაირთო. ვაიმე. მომღერალია კაცი. გია სურამელაშვილი. ხალი პოლიტიკოსი. ია ფარულავა. რობიზე უკრუსო. ხოჭაღნინო. ილიკო სუხიშვილი. ვაიმე. ერგემლიძე. აკაური არა? გიტარისტი? მომღერალი. ფრედი მერკური. სათვალეებიანი? ისა აბა თუ რამე დაგაინტერესებს კითხე. ვინ იყო აღარ მახსოვს. ზიოგორია? იმას ამოვიდა? არა, სათვალები უკეთია გავიგე. გიტარაზე უკრავს. ღერის. ქართველი არ არის. კიდე რამე რომ მივანიშნო? სახიობიც არის? არა. აბა თაკო. ვაიმე, როგორ არ მახსოვს? ხადა ჩამოთვალე ყველა და შეიძლება მივიდეს დარბაზში. როგორ არ მახსოვს? არა, სასწაულად ვერა. ვის ამოვიდა გახსოვს? ზურას? გიორგის და ანდრის? შენ ამოგივიდა? არა. აუ, კაი, რა გავფუჭდი ნახე. როგორ ამოიღე პროსტა რა? ახლა არ მახსოვს ვინ იყო?
ვაფშე არ მახსოვს ვინ. სამები და დროც გავიდა. კარგი. არ თქვა ვინ იყო. მივხვდი მე ხა უკვე ვინცა. მე ვერ მივხვდი. უბრალოდ მოდი ხალხო ზურგით ამარ მაპატიებს. სიჩუმე თუ შეიძლება? ახლა ანდრი იწყე. კი, ახლა ვცვლით როლებს. ერთი წამით წამზომი ჩაირთო, უხმოდ. შეიძლება? არ დამიკითხო, სპიონი ვიყო. კარგი, დრო გავაჩერო და წამზომი ჩაირთო, ოღონდ სწრაფად და უხმოდ. უხმოდ. კაცია კალია? ხმას როგორ გამოიღებს სამწუხაროდ მომიწევს რომ გავაჩერო. მომღერალია? პოლიტიკოსია? მოღვაწე არის მხატვარია? სახალხო მოღვაწე ის არის გული რა გული მიყვარხარ კაცი მიყვარხარ რომეო? არა, ამოსული უნდა იყოს. აუ დამავიწყდა რა იყო ამოსული. მიყვარხარ? ანრი, მიდი როგორ. კაცი მიყვარხარ. პერსონაჟია? არა? ჩვენ მსახიობი. უყვარხარ. დაწერილი პერსონაჟი. ქართველი? მოკვდა? ვაიმე არ მახსოვს. ესე იგი მსახიობი კაცი, რომელიც თამაშობს ისა კაცო გიასა ჩვენ პოეტი ჩვენი ხო ნუ არა უნდა თქვა. დედა უსმა დამომივარდა თავი და ხალხო ვიცი. ერთი წამი და დიკო კომელაო. დედა რა დამემართა ეს? აი ერთი. იერიში არის. მომღერალი. წვერებიანი. ის პავაროტი. გავაგზავნეთ სწრაფად. კი, გიორგი საბრაყო. კაცი. კაცი. მომღერალი. პოლიტიკოსი. აჭედებს? ყველაფერს აშენებს? ეგ რა არის? ეგ რა ვერ გამიგე ეგ რა არის? ხო, რა არის გა? ზის და მღერის და ყველა, აბა, უყურებს და ყველას აშენებს. ყველაფერს აშენებს? ქართველია? ქართველი ქალი ყველაფერს აშენებს? კაცი? ვაიმე, ვინ აშენებს ყველაფერს? საქართველოში არავინ. მერი, ჩვენი? დამოვედი ყველაფერი. ხებს რგავდა. ამა მერი როგორ აუხსნა? მამიდან შემიხვარ გეტყოდი კაცო. ზურა უხმოთ, ოღონდ ხმას არავითარ შემთხვევაში არ ვიღებ. ნინო მზად ხარ და წამზომი ჩაირთო. კაცია? ო, დიდი ქუდით. აშენებს. ვავა. ქართველია? ძალიან კარგად ხსნის ზურას სხვათა შორის. დავით აღმაშენე. კი ბატონო, გავაგრძელეთ. მომღერალია? ქალი. ისა რა ქვია? ნინო ქათამაძე? კი ბატონო. სწორია, წავედით. ქალი. აი ხსება თქოლება მაიტა. კაცი. მსახიობია? არსენ ამარაბდელი. აბეთ. ლაცეთ. გაიხა? არა, ბიჭო. კაცი. ქალი, ლამაზი, მომღერალი? ულვაშები აქ? ეს ეშვება? სოფონი ჟარაძე. ბრავო ზურა. კაცი, მსახიობი? სიმპათიური. გძელთმებით? ესა ფილმის უცხოელი მსახიობია? ქართველი მსახიობია? კიდევ მითხარ როგორ? ქართველი მსახიობი, სიმპათიური, კახი კავსად? არა? ეს დატა თაშკიო. კარგი რა ნინო რა. ორი 7? 2 27.
არა ვაგრძელებ და ბოლო წვილი ითამაშებს ახლა მესამე ტურს, თაკო დაიწყებს ახსნას და ამიკო შეეცდება რომ გამოიცნოს და წამზომი ჩაირთო. აბა დავიწყეთ. თაკო ხმას არ ვიღებთ. ბუბაკი გაბიჭი. პიროს ანი? ხო. გავაგრძელეთ. ქალია? ღერის? შაკირა? არა. ბიონსე. პოლიტიკოსია, უფროსი მაგათი? აბა. პარლამენტის თავმჯდომარე? უსუფაშვილი? აბა. პირის არტიკულაცია არ გამოვიყენოთ თაკო სიტყვიერად? აბა. აჰა. კაცია. კარგი. მსახიობია? არა, ფილმის პერსონაჟია? ფილმშია? მეორე? პირის არტიკულაცია არ მსახიობი არ არის. დიდი რაღაცა აქვს, კუვალდა. აბა? მეორე კუვალდას მეორე. ხო, ნუ ჩაარტყა. კომბლე. ხო. არა უშავს, ხო, არა უშავს. დროს. პრეზიდენტი ყოფილი? სააკაშვილი? მანამდე? არა. კარგი, კაცია? იღებს ოპერატორი? არა. ესე და იღებს? აბა, ხოლმე რამე იდეა სანამ წამოვიდე. ოპერატორია? არა. კარგი, გავიდეთ. ესე მიუახლოვდა დასასრულს უკვე მეორე ტურიც და ძალიან დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობს, თუკი ქულების მიხედვით ვიმსჯელებთ, ახლა გაგაცნობთ შედეგებს. ამ დროისთვის 28 ქულით ლიდერობენ გიორგი და ანრი. 25 ქულა აქვს ძურას და ნინოს და 24 ქულა აქვს თაკოს და ამიკოს. ანუ ძალიან ცოტაა სხვაობა, ფაქტობრივად ჯერჯერობით კლავაც ყველაფერი წინ არის და მესამე ტური გადაწყვეტს ყველაფერს. ჩვენმა მოთამაშეებმა გადაწყვიტეს, რომ მესამე ტური იყოს ყურსასმენის ტური. შესაბამისად, ძალიან დიდი მხიარულება და ბევრი სიცილი გველოდება წინ რეკლამის შემდეგ, ასე რომ დარჩით ჩვენთან და თქვენს ფავორიტ წყვილს თამაშის ბოლომდე უგულშემატკივრეთ. ვიწყებთ მესამე და გადამწყვეტ ტურს, რომელიც გამოავლენს უკვე დღევანდელ გამარჯვებულს. ამჯერად ანდრის ყურსასმენში მაღალ ხმაზე ესმის სიმღერა, ხოლო გიორგი დაიწყოს სიტყვების წარმოთქმას და შეეცდება ყველანაირად რომ მიახვედროს ანდრი თუ რა სიტყვას წარმოთქმის ისოღონდ დაბალ ხმაზე. დავიწყოთ. ციხე თასმა სიმბა ჰა ს და ს სიმბა თასი არა თასმა ხო აიჩა საათი კვამლი ლილი მილი არა ჰილი თილი პილი ხილი არა აბა ხილი სირი ხილი ჰუღურო ხო საზამთრო ბრავო ს ა ზ სა
საზამთრო. ციგნი. ხილი. ციგნი. გავიდა დრო გავიდა, დიდი მადლობა. ხილი ქონდა დამუღამებული ყველაფერი. ზად ვართ? ნინო დავიწყოთ. ს რ ნ ლ ნ ზ ნ ნ ზან არიყვი როგორ ნინო? ან ანანასი ან ანტენა ცოტა დავახო. ან ან შემდეგი ასორ არის ა ბ გ დ ე լ შ თუიანი სიტყვა ან სი ანდელ აღარ ანდელი ან თუ არის ან თუ ან ბა ან ანე ან ან კესი აიჩა. რა უბედურებ არა სბი შვი ს ზურა შ ზბი გენი ზბი ბი ზბი სვი შვი არა ზბი ზბი ხვი ზბი გენი იანა თქვი სიტყვა ზბი გენი ზბი სი პირველი ასო გამაგები შ შ ს ბ ბ კარგი, დრო გავიდა. კი. ზად ხართ? წამზომი ჩაირთო. დაბალხმაზე. კომბალი კომბალი საყურე ვაუ. იმას აწეულია გნა. კი. ობობა კამათელი კამათელი რუპორი რუპორი ლურსმანი მაიცა ეხა არიკი ბარგი ბარიკი ხო თობლი მაწონი კომპიუტერი პიჯაკი არ არის ჩართული. კალამი ხო ჰალსტუხი კლინჯი ჰალსტუხი ხო კოლგა ოდა კო ნო თ კოლგა ხო ყანწი ანუ დრო გავიდა, პრინციპს მე მგონი ეს ძალიან ჩარტი მხარი ბრავო, თაკო ბრავო. ჩაბია რო. ეს არტიკულაცია. სვით კლავაც როლებს, ახლა გიორგის ესმის ყურსასმეთში სიმღერა და ანრი დაიწყებს სიტყვების წარმოთქმას. ნატურა აბა მოტოციკლეტი ციკლეტი აბა იალქანი იალქანი ტალღა
ჩანთა? ტალღა. ტალღა. ეძები, არტიკულაცია მანახე, უსეკო. ტალღა. ტალღა. აბა რა. მკერ. ია. მ. ი. მ. 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 კ. მი. მკე. მკერ. მ. კ. ი. კ. კ. მკ. ე. კე. ერდი. კერდი. აბა რა. გამურა. ა. ღ. ა. ღ. ხ. ხ. ა. ღამურა. ჭიამაია. ში. ჭი. შუ. ჟუ. ჟუ. ծ. შუ. ჭიამაია. შინაბერა. ჭიამაია. ო. შანდაი. შა. ჟღა. კ. შუ. შანდალი. შანდალი. ო. ბუმბული. ბუკი. ბუმბული. ბუმბული. ო. ნაყი. ნალი. ნაყი. ნასკი. იყინი. ნა. ეს ენა ეს რა არის? ე ბიჭო გამომხედე. ა ბ გ დ ე ო ზ თ ი კ. გაჩერდი. ნაყი. ნაყინი. ნახინი? ნაყინი. ნახი? ნაყინი. ნახინი? ო. აჩა, გავიდა. ეს ითვლება და დრო გავიდა. ახლა ნინოს ესმის ყურსასმენში სიმღერა და დავიწყოთ. სათვალე. ტაფა. აფა. მანიკური. მანიკური. ბა, პირველი ასო. მ. მამა. მანიკური. ბალიური რა? მანიკური. მ. პირველ ასო. არ არის. არც ბ. სხვასოები არის იცი? მამა. მანიკური. მანია ბალიურს გადაეკიდა. მერე? ალი. მანიკური. ლუ არის მერე? მანიკური. ული გავიგე. როგორ? მანიკური. აიშა. ურემი. დველი. სურათი. ყოვზი. კედელი. კედელი. მანტია. ბანანი. რბეული. ფურცელი. კატა. თამბაქო. თირკმელი. თაგვი. გავიდა. ხოჭა. დავიწყოთ, ახლა თაკო დაიწყებს ახსნას და შეეცდება რომ მიახვედროს ამიკო რა სიტყვას წარმოთქვამს ის. წისქვილი. ციყვი? წისქვილი. სიტყვა? წისქვილი. სირცხვილი? წისქვილი. წ. კ. გ. წისქვილი. სირცხვილი? არა. წ. ხო. წისქვილი. პირველი წა? ხო. ი. წისქვილი. ხო. გავაგზავნე. ქერი. დამიმარცვლე. ქ. რ. ღ. ქ. ლ. ქ. გ. ქერი.
ძალიან არ იყვირო. ქ ქერი ხო გოდორი გოდორი დოდო გ რ გოდორი ლ გოდორი გ რაღაცა oi no no i გოდორი დოდო არა გოდორი გო გოდორი დონორი გოდორი გოდორი გ დ პირველი არა აბა გ გ გ გ ღ გ ჰ გ რ ღ გ გ გოდორი ხო ანზა ანზა ოქრო ა ოქრო ოქრო ო ქ კ ქ ჰ ოქრო ორ ოქრო ქ ქ რ ქ ღ ქ ლ ქ ოქრო თავიდან და დამიმარცხლე ოქრო ონ ოქ ქ ოლ ქ ჰ ქ ქ ოქრო ოკ ოქრო ა ვერ მივ ოქრო გავიდა დრო უკვე ამოიწურა. მაშასე დღევანდელი მიმიხვდი ამით მიუახლოვდა დასასრულს, როგორც თქვენ თავადაც ნახეთ, მესამე ტურმა პრინციპში შეცვალა ბევრი რამ და გაუმარტივდა ჩვენს მოთამაშეებს ქულების დაგროვება. სამი ტურის შედეგად 61 ქულა აქვთ ნინოს და ზურას და ბოლო ტურმა ძალიან ბევრი ქულები მოგმატად შეიძლება ასე ითქვას და ორი წყვილი არის თანაბარი ქულით. გიორგი ანრის და ამიკოს და თაკოს. იმიტომ რომ თაკო ფაქტობრივად გაგვინადგურა ყველა სიტყვა პირველ ტურში და აღარ დაგვიტავა არაფერი. შესაბამისად ორ წყვილს ველოდებით ჩვენ ნახევარფინალში, რომ აღარ დავამატოთ ტური და დამატებით თამაში აღარ მოგიწიოთ, ორივე გადახვიდეთ, გადადიჩეთ. თუმცა შეგვიძლია თუ რამე საწინააღმდეგო შეგვიძლია შემოგთავაზოთ დამატებით თამაშით. კარგი, მაშინ ორივე წყვილს ველოდებით ნახევარფინალში. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. იმედი მაქვს რომ გაერთეთ ცოტა ხნის მაინც და სასიამოვნოდ გაატარეთ დრო. მაგარი იყო ძა. დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომ იყავით ჩვენთან ერთად და გვიყურეთ. დარჩით პარიტრატივზე ზუსტად ერთ კვირაში მომდენო პარასკევს უკვე სხვა წყვილები ითამაშებენ ყველაზე მიხვედრილი სტატუსისთვის. თქვენ დროებით და გელოდებით ნახევარფინალში.